კაცი, რომელზეც კახაკალაძე ფსონსდებს და საკრებულოს სიაში გამსვლელ პოზიციაზე ათეულში შეიყვანა პირველების ზარებს არ პასუხობს. ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია რა პოზიცია აქვს ოთარ ჩრდილელს, ქართული ოცნების წარმომადგენელს, საკუთარი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით და ზოგადად იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლის უკანაც მისი პოლიტიკური გუნდი დგას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს 20-მდე პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი არის ანუკი ჩრდილელი, რომელიც ოთარ ჩრდილელის შვილია. ანუკი ჩრდილელი უკანასკნელი თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული პროტესტში. ის ყოველთვის დგას პროევროპული აქციების დროს რუსთაველის გამზირზე და საკუთარ პოზიციასაც ხმამაღლა აფიქსირებს. დღეს მისი დაკავების ოპერაცია, როგორც ადგილზე მყოფი აქტივისტები ამბობენ, სრულიად დაუსაბუთებლად დაიწყო. ანუკი ჩრდილელს მოულოდნელად დაადეს ხელბორკილები, ისე რომ ის არანაირ დაპირისპირებაში შესული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან არ ყოფილა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დრომდე რამდენიმე საათი გავიდა და მამამისი, რომელიც არის ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი წევრი და მათ შორის ყოფილი პარლამენტის მოწვევის წევრიც და დეპუტატიც არანაირ განცხადებას არ აკეთებს და არაფერს ამბობს იმაზე, რა პოზიცია აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ქმედებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ერთ-ერთ ჩემ მეგობარს ანუკი ჩრდილელს, რომელიც არის ერთ-ერთი ქოცი მაღალჩინოსნის შვილი, ოთარ ჩრდილელის, რომელიც თორსები გუშინან გუში წინ საკრებულოს სიის მეათე ნომრად დაასახელა ქართულმა ოცნებამ. დღეს ანუკი სრულიად, მართლა გულწრფელად ვამბობ, კადრებიც არსებობს, სრულიად არაფრის გამო, ჩვენი მეგობრები რო დააკავეს, მე და ანუკი ვიდექით გვერდ-გვერდ და ერთმანეთს ველაპარაკებოდით ტროტუარზე ოპერასთან და მოკიდეს ხელი და ჩატანეს მანქანაში და ესეც ძალიან მშვიდად გაყვა. არ ვიცი, ბატონო თარს მინდა მიმართო, საერთოდ რას ფიქრობს და რა უნდა, როგორ აპირებს ესე ცხოვრების გაგრძელებას, არ ვიცი, უბრალოდ მინდა იცოდეს, რომ რამდენიმე წუთის წინ მისი შვილი სრულიად არაფრის გამო იმ პოლიციამ დააკავა, რომელსაც იცავს. არის შემთხვევები, როდესაც გამყიდველი მამაბიშვილები აქედან და ანუკი ჩრდილელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც უკვე 300-ზე მეტი დღე არის იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის. არ ვიცი დღეს როგორი რეაქცია იქნება მამამის, რადგან როდესაც საკუთარ შვილს აკავებს ისევ ის რეჟიმი, რომლის თანამონაწილე და რომლის ხელშემწყობი შენ ხარ, მე მგონი არ უნდა იყოს მთლად ესეთი საამაყო. და თუ მას რაიმე სინდისი, ნამუსი და ძარღვი მაინც შერჩენია, აუცილებლად უნდა გააპროტესტოს მისი შვილის დაკავება, უკანონო დაკავება და უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მოგვიანებით გაირკვა, რომ დღეს დაკავებულ პირებს შორის ერთ-ერთი გოგონა ნინი ნაჭყებია არის თბილისის მერიის თანამშრომლის შვილი და მას შემდეგ, რაც საკუთარი ქალიშვილის დაკავება გაიგო, მამა რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა, რომ სწორედ მათი გავლენით დგას მისი შვილი ქუჩაში. როგორც ჩანს, მამები, რომლებიც უჭერენ მხარს ბიძინარევანი შვილის პოლიტიკურ გუნდს, მათი შვილების თაობა ხვდება იმას, რომ ახლა საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად სწორედ რუსთაველის გამზირზე უნდა იდგეს და ხშირ შემთხვევაში ისინი რეპრესიების მსხვერპლიც ხდებიან.